თავი მე-12. Დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი. კაცმა გააშენა ვენახი. ღობე შემოავლო. საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააშენა. გადასცა იგი მიწის მუშაკთ და გაშორდა. ჟამმა რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მიწის მუშაკთ. მიწის მუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა, იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს. კიდევ ბევრი სხვა, ზოგი სცემეს და ზოგიც მოკლეს. კიდევ ყავდა ერთი საყვარელიძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო, მაგრამ მიწის მუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს. ეს მისი მემკვიდრეა, მოდით მოკლავთ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან. რაღაც იზამს ვენახის პატრონი. მოვა ამოწყვეტს მიწის მუშაკს და ვენახს ხვებს გადასცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი, ლოდი რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისმიერ იყო ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. მიატოვეს იგი და წავიდნენ. მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. ისინი კი მივიდნენ და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ და არავის ერიდები, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს, თუ არა, მივცეთ თუ არ მივცეთ. ხოლო მან იცოდა რა მათი თვალთმაღწობა, უთხრა მათ: რატომ ცდით? მომიტანეთ დინარი რომ დავხედო. მიუტანეს და მაშინვე კითხა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა? კეისრისაო, უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს და გაუკვირდათ მისი. შემდეგ მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და კითხეს მას. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას. იყო 7 ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას არ დარჩენია შთამომავლობა, ასევე მესამე. 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა, ყველა შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას როცა აღდგებიან, იმათთაგან ვისი ცოლი იქნება, ვინაიდან 7-ვეს ყავდა ცოლად, იესომ უთხრა მათ: იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღვთის ძალა? ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე რომ მკვდრები აღდგებიან, ნუ თუ არა მოგიკითხავთ მოსეს წიგნში, მაყლოვანზე როგორ უთხრა ღმერთმა მას: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. მკვდრების ღმერთი კი არა, არამედ ცოცხლებისაა. თქვენ კი ძალიან ცდებით. ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს, იცოდა რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, მიუახლოვდა და კითხა: რომელია უპირველესი მცნება? იესო მიუგო მას: პირველი არის ისმინე ისრაელო. უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს. უთხრა მას იმ წიგნობარმა: კეთილი მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა. გიყვარდეს იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი. ყველა ყოვლად დასაწველსა და შესაწირავზე მეტია. ესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა და უთხრა მას: შორს არ დგახარ შენ ღვთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა რამე ეკითხა. იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში და ამბობდა: როგორ ამბობენ წიგნობარნი, ქრისტე დავითის ძია? ვინაიდან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით, უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა სადგამად. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე? მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით და თქვა თავის მოძღვრებაში: ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ, ხოლო სინაგოგებში წინარიგები და ნადიმებზე წინა ადგილები, რომელნიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.
საგანძურის წინ მჯდარი ესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივიდან, ჩადო ორი ლეპდა, რომელიც კოდრანტს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწრისაგან ჩადო. ყველაფერი, რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო საბადებელი.